მოგესალმებით მეგობრებო, ნერუ არის დღეს ისევ თქვენთან ერთად დაგიბრუნდით ისევ Mobile Legends-ის მორიგი ეპიზოდით. დღევანდელ ეპიზოდში გადავწყვიტე რომ ჯანგლერით მეთამაშა, რადგანაც როგორც ხედავთ, ჯანგლერი არის ის ერთადერთი როლი, რომელზედაც 50%-ზე დაბლა მაქვს ვინები. გადავწყვიტე რომ ამ მატჩში ბახიათი მეთამაშა, რადგანაც ამ გმირს ჩემი აზრით საკმაოდ კარგი მობილიტი აქვს, ანუ საკმაოდ კარგად შეუძლია ლაინებზე სწრაფად გადასვლა და ასევე ახალი სკინი დავაგდე, ავიღე უფრო სწორად M6-ის, რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება ჩემი აზრით ამ გმირს. ეს არის ის ბილდი, რომელსაც ამ მატჩში გამოვიყენებ, ეს კი ის გუნდები არის, რომლებიც ერთმანეთს შევერგინებთ. როდესაც ბახიათი ვთამაშობთ ჯანგში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში უნდა გავაძლიეროთ მეორე სკილი, რადგან ეს სკილი გვეხმარება ჯანგლის სწრაფად გაწმენდაში და ის არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დემეიჯის რესურსი, რომელიც ამ გმირს გააჩნია. მაშინ, როდესაც ჯანგლერი ვთამაშობთ, ყოველთვის შევია რომ დავიწყოთ ჯანგლის გაწმენდა იმ მხარეს, რომელ მხარესაც კუჩდება და ამ ყველაფერს თუ რატომ მალევე გაიგე. ამ გმირის კიდევ ერთი დიდი პლუსი ის არის, რომ როდესაც ორ ლეველზე ავდივართ, შეგვიძლია რომ გავხსნათ პირველი სკილი, რომლის გახსნის შემდეგაც ძალიან მარტივად შეგვიძლია მაპზე გადაადგილება და დანიშნულ დროს, დანიშნულ ადგილას, იქ სადაც საჭირო ვართ, მარტივად მისვლა. ჩემი აზრით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ პატარა ქრაბის მოკლა ყოველთვის, რადგანაც პირველ რიგში ეს ქრაბი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ მოწინააღმდეგეები, როდესაც მასთან ახლოს გაივლიან, აი ახლა როგორც გამოჩნდა პალმონდი და ის ინფორმაცია, რომ ვიცით ახლა პალმონდი სადაც იმყოფება, ვიცით ის რომელი მხარიდან დაიწყო მან ჯანგლის გაწმენდა, ანუ ისიც ვიცით თუ საით გააკეთებ შემდეგ განგს, რაც ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილების მიღებაში თუ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, გვეხმარება. და ასევე ეს მონსტრი არის ნეიტრალური მონსტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თანაბრად არის განაწილებული ყველა მონსტრი ორივე მხარეს, ჯანგლის, მოწინააღმდეგის მხარესაც და ჩვენ მხარესაც, ეს ის მონსტრია, რომელიც ერთი არის მხოლოდ და მასზე ბრძოლა აუცილებელი არის იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის გუნდზე უფრო წინ ვიყოთ ფარმით. აქ რომ ეს მობი მომეკლა, ახლა 4 ლეველზე ავიდოდი უკვე და ამ teamfight-ში ჩემი ულტის გამოყენების საშუალებაც მომეცემოთ. როგორც ხედავთ, პალმონდი უკვე 4 ლეველზე არის, მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა ქრაბი მიმოკვალი, მან ჩემზე მალე აიღო 4 ლეველი. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ მას ჩემზე სწრაფად შეუძლია ჯანგლის გაწმენდა და ასევე ის მწვანე ქრაბი, აი რომელსაც რუკაზე გაჩვენებთ, მან მოკლა ჩემგან განსხვავებით და ამის გამო 4 ლეველზე ჩემზე უფრო სწრაფად ავიდა. თან მას კარმილა ეხმარებოდა მთელი თამაშის განმავლობაში და მე მხოლოდ დასაწყისში დამეხმარებოდა. საბედნიეროდ მეც ულტი გავხსენი შუა teamfight-ის დროს, რის შემდეგაც რა თქმა უნდა teamfight-ი უფრო წარმატებით დასრულდა. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა დავიწყოთ ყოველთვის კუს მხარეს ჯანგლის გაწმენდა, ეს იმიტომ რომ ყოველთვის ხდება XP line-ისკენ პირველ რიგში და ჩვენ მარტივად შევძლებთ შემდეგ რომ gold line-ზე უფრო ქილი გავაკეთოთ, რადგანაც ყველაზე სუსტი მოთამაშეები არიან როგორც ეს early game-ში და მათი მოკლა ყველაზე მარტივი არის. ის ქრაბი წეღან რომ მომეკლა 4 ლეველზე ვიქნებოდი, რის შემდეგაც ავიდანვე უფრო მარტივად შევძლებდით მოწინააღმდეგეების დაჭაგროს ჩემი აზრით. ასევე როდესაც gold line-ზე განგს მოვჩებით, კუც მალევე ჩნდება, რის შემდეგაც რა თქმა უნდა დროში ვეტევით და ჩვეულებრივად ვასწრებთ რომ კუზედაც გადავიდეთ და ესეც მოვკლათ. ასევე, როდესაც ჯანგლერით ვთამაშობთ, ყოველთვის არის ხოლმე აუცილებელი, რომ ჩვენიანებს შევატყობინოთ ჩვენი სპელის არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაცია, თუ რამდენ ხანში გვექნება ის, რათა შესაბამისად მოიქცნენ შემდეგ ან კუს თუ კლავენ მოწინააღმდეგეები ისინი დააყოვნონ, ან უბრალოდ არ დაიწყონ მანამ სანამ ჩვენი სპელი ისევ არ გვექნება. აქ ჩავთვალე, რომ მოწინააღმდეგის ჯანგლერის მოკლა შემეძლებოდა თუ retribution-ს გამოვიყენებდი, რის გამოთაც სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ვერ მოვყალი მოწინააღმდეგე და retribution-იც არ მაქვს, რის გამოთაც კუს დაწყება და მისი მოკლა სარისკოა. ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოწინააღმდეგის გმირსაც ცოტა სიცოცხლე აქვს, მაინც აგრესიულად თამაშობენ და გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის შემოეკლეთ. ვინაიდან ვიცი, რომ პალმონდს ცოტა სიცოცხლე აქვს, ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კუს მოკლა დამეწყო, რადგანაც თუ ის გადაწყვეტს, რომ კუ დაიცვას და მის მოკლაში შემეცილებს, დიდი არის იმის ალბათობა, რომ მე მას მოვუკლავ და შემდეგ კუსაც მივაყოლებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში retribution-ი მაქვს, როდესაც პალმონდის წინააღმდეგ ვართ, მისი ულტის და retribution-ის კომბოს გამოყენებით, ძალიან დიდი შანსი აქვს იმის, რომ კუ წამართვას, ამიტომაც ამ რისკის აღებას არ ვაპირებ, ვცდილობ რომ უბრალოდ ვაიძულო მას ამ teamfight-ის წამოწყება, რის შემდეგაც რა თქმა უნდა მეც შეტევაზე გადავალ და მას არ მივცემ უფლებას, რომ კუ მოკლას. საბედნიეროდ კუ მე დამჩა, უბრალოდ დააკვირდით ამ გმირს რამდენად მაგარი შანსი აქვს იმის, რომ თან გაიქცეს და თან მოწინააღმდეგეს დემეიჯი მიაყენოს. თან ასევე ამ გმირის გამძლეობაც აღსანიშნავი არის, რადგანაც თუ დააკვირდებოდით წეღანდელ teamfight-ში ძალიან ბევრი მირტყეს, მაგრამ ჩემი მოკლა მაინც ვერ შეძლეს. აი თუნდაც ეს მატჩი რომ ავიღოთ, რომელიც წინა დღეს ვთამაშე, ელისას ძალიან მარტივად შეეძლო ჩემი მოკლა, მაგრამ იმის გამო რომ თან მივდიოდი და თან ვტყამდი, მისი რეინჯი მე არ მწვდებოდა ზოგიერთ შემთხვევაში და გაქცევის დროს მისი მოკლა ძალიან მარტივად შევწევ. როგორც ჯანგლერები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანგლსაც და განკებსაც თანაბრად უნდა დავუთმოთ დრო და განკის დროს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ
სწორ დროს თუ როდის შეუტევთ მოწინააღმდეგეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც თუ სწორ დროს შეუტევთ, უფრო დიდი შანსია იმის, რომ მათ მოუკლავთ და სიურპრიზის ეფექტი ექნება ერთგვარი. როდესაც განს მოვჩებით, არ უნდა გვაუწყდეს, რომ მაშინვე უნდა დავიზრათ ჩვენი შემდეგი ობიექტივისკენ, ამ შემთხვევაში კიდევ ჯანგლისკენ და მისი გაწმენდა დავიწყოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ თამაში ჯანგლერის თამაშისასაც და ისედაც სწრაფად ფიქრის უნარი, სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი, ზედა ლაინზე არაფრის გაკეთების შანსი არ მქონდა, რადგანაც ორი გამძლეგმელი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ნანასთვის გამეგანკა და მისთვის შემეტი. ეს სწრაფი ფიქრის უნარი, როგორც ყოველთვის, მოდის ხოლმე გამოცდილებიდან, ამ შემთხვევაში ვიცოდი, რომ ნანას მოკლის შანსი მქონდა და ტურენტიდან ცოცხალი გასვლის შანსიც, მაგრამ ის ყველაფერი ვერ გავითვალისწინე, რომ ნანას ფლეიმ შოტი ჰქონდა, რის შედეგადაც მან უკან დამხია, ამას ტურენტის კიდევ ერთი გასროლის ჩემზე მოხვედრა გამოიწვია და ამ ყველაფრის გამო მოვკვდი. ბახია, იგივე ბაქსია, როგორც ქვია ამ გმირს, ძალიან დაუფასებელი გმირი არის ჩემი აზრით, რადგანაც როგორც ხედავთ, გადაადგილების ძალიან კარგი უნარი აქვს, რის შედეგადაც ბანკებს ძალიან სწრაფად ვახერხებ და საჭირო ადგილას ყოველთვის ვართ თითქმის და ასევე გამძლეობის უნარიც აქვს, რის გამოთაც არ გვიწევს სთა, რომ ჩვენიანებმა teamfight-ი დაიწყონ და ჩვენ ვერ შეგვიძლია მოწინააღმდეგის რიგებში შევარდნა და ფაითის წამოწყება, რის შედეგადაც რა თქმა უნდა, თუ ჩვენიანებიც ახლოს არიან, ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ teamfight-ის მოგებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში retribution-ი არ მაქვს, იმის გამო რომ ჩვენი მეიჯი რუკაზე მიჩვენებდა თუ სად იყო ბალმონტი, გადავწყვიტე რომ ხუთს მომეკლა და არ გავჩერებულიყო. ესეთი პატარ-პატარა დეტალები თამაში ყოველთვის ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს ხოლმე, ამიტომაც ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენი როლი, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ როლით და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენიანებს დავეხმაროთ ნეიტრალური ობიექტივების, კუს, ლორდის და იმ პატარა ქრაბის და მსგავსი რაღაცეების მოკვლაში. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ყველაფერს, თუ რა დროს გავწმინდავთ ჯანგს და რა დროს გავაკეთებთ განკებს. აი ამ შემთხვევაში უნდა ზედა ლაინისკენ რომ არ დავძრულიყავი, დიდი ალბათობით ნანა მთლიან თავის კომბოს გამოიყენებდა ჩემიანებზე და რამოდენიმე მათგანს მოკლავდა ან ერთს მაინც. მაშინ როდესაც მოწინააღმდეგის ერთი გმირის მოგლას დაასრულებთ, ყოველთვის უნდა გახედოთ უკანს თუ რა ხდება მასზე, ამ შემთხვევაში ჩემიანები თამოსკლავდნენ, ამიტომაც მეც გადავწყვიტე რომ ზემოთ დავძრულიყავი და მის მოგლაში დავეხმარე. ყოველი ბრძოლის დასრულების შემდეგ თუ არაფერი საქმე აღარ გვაქვს, ყოველთვის ჯობია რომ ჯანგლისკენ დავიზრათ და მისი გაწმენდით დავგავდეთ, რადგანაც ჯანგლერის მთავარი ექსპერიენცის და გოლდის წყარო არის, ამიტომაც ყოველთვის ჯობია რომ თავისუფალ დროს, მაშინ როდესაც არსად ფაითები არ ხდება, ყოველთვის ჯანგლი წმინდოთ და ამ გზით გავეხმაროთ. ჯანგში ყოფნის დროს ჩვენი ყურადღება ყოველთვის უნდა იყოს მაპზე, უნდა ვაკვირდებოდეთ იმას, რომ მოწინააღმდეგეები და ჩვენიანები რას აკეთებენ. ამ შემთხვევაში ვხედავდი, რომ აურორა ზედა ლაინზე ბრძოლობდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი რეაქცია შედარებით ნელი იყო. ვერც ვიფიქრებდი იმას, რომ ახლა მოგლავდნენ, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ უკან დამეხია და ისევ ჯანგლის გაწმენდა დამეწყო. როგორც ხედავთ ამ მომენტში, რადგანაც ეს ჯანგლის მხარე გავწმინდეთ, საქმე არაფერი გვაქვს, ამიტომაც რას ვაკეთებთ ამ მომენტში? რა თქმა უნდა, ვაკვირდებით რუკას, ხედავთ, რომ თამუზი მისდევს ანაბის, ამიტომაც ჩვენც მივდივართ მის დასახმარებლად. ნახეთ უბრალოდ რა მაგარი არის ეს გმირი გაკეთებაში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სკილი შემთხვევით დავიტაკე ტრიპს და ამის გამო გამიქრა, ულტის დახმარებით შემიძლია ეს სიჩქარე მოვიმატო, შემდეგ რეტრიბუშენი გავუკეთეთ თამუს და ძალიან მარტივად დავეწე. ან თუნდაც გამძლეობაში რა მაგარია უბრალოდ ნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გვერდს მოწინააღმდეგეებზე დაწევა მარტივად შეუძლია, მისის რესურსზე ჩემი აზრით არის ის, რომ თუ მოწინააღმდეგეს ისეთი სკილები აქვს, როგორც მოსკოვის აი ეს გაგრების სკილი არის, ან თუნდაც ეს ფლეიმ შოტი, რომელსაც ჩვენი უკან დახევა შეუძლია, ეს ყველაფერი არ რთულებს იმას, რომ მათთან იმხელა დისტანციაზე ვიყოთ, რომ მეორე სკილი გავარტყათ, დემეიჯი გავუკეთოთ, ვერი მეორე სკილი მათ ოდნავ ანელებს, რის შემდეგაც შეგვიძლია რომ ჩვენ ბეისიკ ატაკით, ჩვეულებრივი დარტყმით, მათ დემეიჯი მივაყენოთ უფრო მეტი უალედებში, სანამ ისე გვექნება მეორე სკილი და ესე მოვუყრათ. თუ მოწინააღმდეგის ბაფს მოკლავთ, ეს ყველაფერი ჩვენ უფრო წინ წაგწევს, ვიდრე ჩვენი ბაფის მოკლა, რადგანაც თუ ჩვენი ბაფის მოკლის შემთხვევაში ჩვენი ფარმი წინ მიდიოდა, მოწინააღმდეგის ბაფის მოკლის შემთხვევაში არა მარტო ჩვენი ფარმი წავა წინ, ასევე მოწინააღმდეგის ფარმი უფრო დაეცემა, რადგანაც მათ მოსოფლელი მობი აღარ ეყოლებათ. მაშინ როდესაც ლორდს მოკლავთ, ფაითის მაშინვე დაწყება არასდროს არ არის ჭკვიანური, არც მოწინააღმდეგე გუნდისთვის და არც ჩვენი გუნდისთვის, რადგანაც თუ ჩვენ ამ ფაითს წავაგებთ, მოწინააღმდეგე გუნდი ლორდს ძალიან მარტივად მოიგერიებს, ხოლო თუ მოწინააღმდეგე გუნდი წააგებს ამ ფაითს, მაშინ წააგებენ თამაშსაც, რადგანაც ლორდთან ერთად მათი მთავარი თაობების აღება ძალიან მარტივი ხდება, თუ მათი რიცხვები შემცირებულია. ამ მომენტში ჩემი გეგმა ეგეთი იყო, რომ მაქსიმალურად მეცადა, რომ ყველა ლაინი ერთდროულად დამეფუშა და რაც შეიძლებოდა მეტი ტურენტი ამეღო, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ ისინი ბრძოლას აპირებდნენ, ჩემიანების და მოწინააღმდეგეებიც,
გადავწყვიტე რომ მეც შევერთებულიყავი და ეს ბედი გამომეცა და ის შემდეგაც მოწინააღმდეგის 4 გმირი მოვკალით და შუანა ტურენისკენ დავიძარით. მოწინააღმდეგის გმირები მალე ცოცხლებიან, ამიტომაც შუანა ტურენტის აღების შემდეგ ბაზის აღების დრო ფიზიკურად აღარ რჩება მგონი. Ვანი არ ვიცი, მაგრამ სევეიჯის გაკეთების შანსს, როდესაც ვხედავ, ყოველთვის ვწირამ ხოლმე ამ ყველაფერთვის თავს. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ ამ ყველაფრით. მოწინააღმდეგის გმირების უმეტესობა გამოუცდელები იყვნენ, ეს ყველაფერი კიდე იმანაც აჩვენა თუ ბოლო მონაკვეთებში რაც გააკეთეს და რა თქმა უნდა სტატებიც ამ ყველაფერს აჩვენებს, რადგანაც მათი უმეტესობა ბრონზა არის, როგორც ხედავთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც საინტერესო ვიდეო გამოვიდა, თუ მოგეწონათ ეს ყველაფერი, რაც ვიდეოში ნახეთ, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის გაკეთება, რადგანაც ეს ყველაფერი ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს მე.